მოგესალმებით რადიო იმედს უსმენთ რადიო მიმღების საშუალებით, ხოლო სოციალური მედიის გვერდებზე იქნება ეს YouTube თუ Facebook-ი, უყურებთ კიდეც და ეთერში იწყება ჩვენი გადაცემა დროში მოგზაურობა და აი ვინც კადრში ხედავს, ალბათ მიხვდება თუ სად ვიმყოფებით. აუდიო ნაწილში კი ჯერჯერობით მხოლოდ ზარების ხმა ისმის, მაგრამ სიტყვიერად ავხსნი, რომ ქალაქ კანში, კანის კინოფესტივალზე ვარ სამუშაოდ, ფესტივალის გასაშუქებლად და შეუძლებელია ამ ქალაქში იმყოფებოდე, ფესტივალზე მუშაობდე, ან თუ უბრალოდ ათვალიერებდე და ყურადღების მიღმა დატოვო ის საინტერესო დეტალები და ის ვიზუალური ნაწილი, რასაც თავად კანი გვთავაზობს, იმიტომ რომ ეს არის კინოქალაქი, თავისუფლად შეგვიძლია ასე ვთქვათ, ქალაქი, რომელიც ფესტივალის ისტორიით ცხოვრობს. ამიტომ დღევანდელ ეთერში გადავწყვიტე, რომ პატარა ექსკურსია გავაკეთოთ ამ ქალაქში, დავათვალიეროთ ცენტრალური და ყველაზე საინტერესო ადგილები და აი ასეთი ვიზუალური ნაწილი, როდესაც ქალაქის მესოვრები ხელიდან არ უშვებენ შანსს, რომ კედელი მოხატონ კინოისტორიით, წარმოაჩინონ დიდი პერსონაჟები, დიდ მურალებზე და ახლა გაჩვენებთ აუცილებლად ამ პერსონაჟებს და ყველა ადამიანს, ვინც აქ ქუჩებში გაივლის, აცნობონ, რომ ეს ქალაქი უკვე 79 წელია კანის კინოფესტივალის ისტორიით ცხოვრობს. მაშასე დავიწყოთ. ისეთ დეტალებზეა ნაფიქრი, რომ გაჩერებებიც კი არის მთლიანად შეფუთული საფესტივალო ცხოვრებით, იქნება ეს სარეჟისორო სკამები, თუ პოსტერები და პლაკატები, რომელიც გვაცნობებს, რომ ამა თუ იმ წელს სხვადასხვა მსახიობი იყო ჩამოსული ქალაქ კანში. მაგალითად, ოსტინ ბატლერი 2002 წელი. გავაგრძელოთ ახლა მოგზაურობა. ლეტიცია კასტა 2021 წელი და ასე შემდეგ. ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ჰოტელ დე ვილ, ასე ეწოდება ამ ადგილს, სადაც არის ქალაქ კანის მერია, რომელიც პირდაპირ პორტზე და სანაპიროზე გადის და ეს არის ის ცნობილი ადგილი, როდესაც კანის კინოფესტივალს მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კოტ დაზურზე იმართება კანის კინოფესტივალი. აი ზუსტად ეს არის კოტ დაზური, ადგილი, რომელიც სავსეა პალმებით და ასევე პალმის რტოებით. პალმის რტოში მე ოქროს პალმის რტო ვიგულისხმე, რომლისკენაც ილტვიან ცნობილი არტისტები და მსახიობები. ეს ვინ არის? 2021 მარიონ კოტიარი. მარიონი ძალიან ხშირად არის კანის კინოფესტივალის სტუმარი და ის სხვათაშორის წელსაც ჩამოვა კანში, ჩამოვა და თავისი მეუღლის, ახლა ამბობენ რომ ყოფილი მეუღლეა უკვე, მაგრამ მეუღლის გიომ კანეს ახალ სარეჟისორო და სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს და ის სულ რამდენიმე დღეში აი ამ კრუაზეტის სანაპიროს სტუმარი იქნება. ასევე აუცილებლად მინდა გითხრათ ის, რომ გარდა ამ მორთულობისა, რასაც ბანერებზე ვხედავთ, ახლა კიდევ ერთ გაჩერებასთან მივედით, ეს ვინ არის? მეთ დეიმონი, რომელიც ასევე 2021 წელს იყო ჩამოსული. კი ვადასტურებ, ნამდვილად მეც გადაღებული მაქვს მეთ დეიმონთან ერთად საინტერესო ფოტო. ხო, რას ვამბობდი, გარდა იმ მორთულობისა, რაც არის ქალაქში წარმოდგენილი, ამას გარდა მინდა გითხრათ, რომ აქ მთელი მედია სივრცე არის მობილიზებული, მთელი მსოფლიოს მედია და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ფრანგული მედია. ახლა გაჩვენებთ France TV-ს პავილიონს, რომელიც კანის კინოფესტივალის პერიოდში გადმოტანილი არის მთლიანად კანში და სწორედ აქედან პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს მაუწყებლობა და დიდ ეკრანზე ჩვენება. აი ამ ადგილს გულისხმობდი საფესტივალო პავილიონში, ეს არის France TV-ს მიერ აშენებული სპეციალური საფესტივალო პავილიონი, საიდანაც მიმდინარეობს პირდაპირ ეთერის წარმოება და აი ახლა დაგანახებთ დიდი რკინის კონსტრუქცია, რომელსაც ხედავთ, განათებები, ამ ყველაფრის ქვემოთ არის სტუდია მოწყობილი და თუ ვინმე დიდი არტისტი და ვარსკვლავი ჩამოდის, ყველა არის აუცილებლად აქაურობის სტუმარი. მახსოვს 1-2 წლის წინ მე მგონი, როდესაც ტომ კრუზი სტუმრობდა პირდაპირ აი აქ შემოიყვანეს და აქედან მიმდინარეობდა ტელეწარმოება და აქ, რა თქმა უნდა, პალმის რტოს სიმბოლიკით აღნიშნულია, რომ France TV სპეციალურად 10 დღის განმავლობაში სწორედ აქედან მაუწყებლობს. ეს ადამიანი, რომელიც ბილეთს ითხოვს ერთ-ერთ კონკრეტულ ჩვენებაზე, აქ ჩვენებებზე მოხვედრა არც ისე ადვილია, იმიტომ რომ ბილეთები არასდროს იყიდება, მხოლოდ და მხოლოდ აკრედიტაციით არის შესაძლებელი ბილეთის შოვნა და თან აი ახლა მე ვახლავდები ფესტივალების სასახლეს და თან დაგანახებთ რიგის რაოდენობას.
დილის 8:30-დან ღამის 11 საათამდე აი ამ დარბაზებთან დგას უწყვეტი რიგი კინოს დარბაზში შესვლისთვის, პრეს სამსახურში შესვლისთვის, აკრედიტაციისთვის, წითელ ხალიჩაზე შესვლისთვის, სხვადასხვა მიმართულებით არის რიგი განლაგებული. მთავარი არის ის, რომ არ წყდება ხალხის მოთხოვნა და თხოვნა. აი კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც მორიგით ჩვენების მოსაწევს და ბილეთს ითხოვს. აი ეს ადამიანები, რომლებიც ახლა წითელ ხალიჩაზე კიბეზე ადიან, შედიან ერთ-ერთ ჩვენებაზე. ეს არის დარბაზი, რომელსაც კი ნაგებული აქვს წითელი ხალიჩა, მაგრამ ეს მთავარი დარბაზი არ არის. ეს არის დარბაზი, რომელსაც დებიუსის სახელი აქვს. დებიუსის სახელობის დარბაზი, სადაც მიმდინარეობს კინოჩვენებები დღის განმავლობაში რამდენჯერმე და მის თავზე გამოკიდულია ყოველთვის წლის პოსტერი და პლაკატი, რასაც შეარჩევს ხოლმე კანის კინოფესტივალი როგორც თემა და როგორც მთავარი სახე. წელს შერჩეულია ეს ლეგენდარული ფილმი ტელმა და ლუიზა, რომლის პრემიერაც 35 წლის წინ ჩატარდა კანში და ესეთი ამ ფორმით გაიხსენა კანმა და აღნიშნა ამ ფილმის პრემიერის 25 წლის იუბილე. და რეალურად აი სწორედ ამ პოსტერით არის შეფუთული ყველაფერი, რაც კი ქალაქში ფესტივალს უკავშირდება. რამდენიც არ უნდა ვიარო, მეგობრებო, ხალხის ტალღა არ გაჩერდება, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება და მთავრდება რიგით. ხშირად მესმის ხოლმე ესეთი შეფასებები, რომ რა კარგია და რა გინაღულება ხო, რომ ასეთ ფესტივალზე მუშაობ, რა თქმა უნდა, ამაზე უფრო საინტერესო სასიამოვნო რა შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუდმივი რიგის მოლოდინის რეჟიმის და არ ვიცი, ძალიან რთული ნერვების ფასად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სრული ქაოსია ნამდვილად აქ ამ გარემოში იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწრო და გააკეთო. აი, აქაც იგივე პოსტერს ვხედავ, სხვათა შორის ტელმა და ლუიზას პოსტერმა დიდი ხმაური გამოიწვია, იმიტომ რომ აი თეთრ მაისურში მსახიობი სუზან სარანდონი გახლავთ და სუზან სარანდონს ახლა ჰოლივუდმა შავსიაში მიუჩინა ადგილი, იმის გამო რომ ის ღაზაში მიმდინარე მდგომარეობაზე ღიად და საუბრობს. ამაზე იყო საუბარი პრესკონფერენციაზეც, როდესაც კინოფესტივალი გაიხსნა და ჟიურის პრესკონფერენცია შედგა ჟიურის წევრმა შოტლანდიელმა სცენარის ავტორმა, სცენარისტმა, ასე ვთქვათ, არის რომ მეტია ბომბი არ დაგვეცემა სწორედ ამ პლაკატისთვის და მადლობა კანის კინოფესტივალს, რომ აღნიშნა სუზან სარანდონი, რომელიც დაუმსახურებლად არის ამ შავსიაში მოხვედრილიო. აი ეს ნაწილი შენობის გახლავთ უკვე ჟურნალისტების სამუშაო სივრცე, აი სადაც ფესტივალის სახელი აწერია 79 ფესტივალი აქ არის ერთ-ერთი აივანი ტერასა, ასე ვთქვათ, სადაც ჟურნალისტები მუშაობენ. იმის გამო რომ მართლა ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს მედიის წარმომადგენლებს, მართლა მაქსიმალურად არის ხელშეწყობა გაკეთებული, ფასო ყავა, სივრცეების სამუშაოდ, ინტერნეტის აღჭურვა და ასე შემდეგ. აი ახლა უკვე გადმოვდივართ მთავარ წითელ ხალიჩაზე, სადაც იხსნება ხალიჩა და ეს არის პავილიონები, სადაც კონტროლს გადიან სტუმრები და აი შევიდეთ ახლა უკვე ხალიჩაზე. ну იმდენი ხალხია შეუძლებელია მოძრაობა, მაგრამ მაინც. აი ეს არის ის ადგილი, რომელიც მსოფლიოს მედიის ეპიცენტრში ექცევა ყოველთვის გახსნის დღიდან დახურვის დღემდე. რა კარგია რომ ცოტა გვაქვს საშუალება კარგად დავათვალიეროთ ეს ადგილი. რა თქმა უნდა, ფოტოსესიის ადგილია, ყველა ცდილობს რომ მოვიდეს აქ და ფოტო გადაიღოს და დააფიქსიროს რომ აქ არის. აი ეს არის ხალიჩა და მარცხენა მხარეს ნაცრისფერ საფეხურებს და პლატფორმებს ყოველთვის აქვს ფოტოგრაფებს, ფოტოჟურნალისტებს, რომლებიც პირველ მეორე მესამე საფეხურზე დგანან და ზემოთ ყველაზე ბოლო რიგში ადგილი აქვს ტელევიზიას, იმიტომ რომ ფესტივალისთვის უპირატესი და უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ვიდეო კადრი. აი თქვენ წარმოიდგინეთ ასე და ეს არის ის კიბეები, რომელზეც ეგებება ბოლო 10 წლების განმავლობაში ფესტივალის ხელმძღვანელი ტიელი ფრემო ეგებება სტუმრებს და შეხავს უკვე თავარ ცენტრალურ ადგილას, საიდანაც იწყება კინოჩვენება. ეს დარბაზი, სადაც წითელი ხალიჩა მიგვიძღვება და შევდივართ, არის ლუმიერების სახელობის, ეს არის ცენტრალური დარბაზი, ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური ლუმიერების დარბაზი.
აი ეს კიდევ ცალკე ამბავია. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც სახელობით აქვს მოტანილი საკუთარი კიბე, პატარა სკამი, დაბმულია ეს ყველაფერი, აწერია სახელები და აქ აქვს მონიშნული ადგილები, რომ არავინ წაართვათ ეს ადგილები და შეძლონ ვარსკვლავებთან ფოტოს გადაღება თუ ავტოგრაფის აღება, იმიტომ რომ აი ზუსტად წითელი ხალიჩის მოპირდაპირე მხარეს, აი ამ ადგილას შემოდის მანქანით ყველა ვარსკვლავი, ჯერ გადმოდის და აუცილებლად ნახულობს თაყვანისმცემლებს, რომლებიც აქ არიან გამაგრებული საათების განმავლობაში და შემდეგ უკვე მეორე მხარეს შედის წითელ ხალიჩაზე. და ამ ადგილას მოხვედრა ძალიან რთულია, მე გეტყვით რომ აკრედიტაციის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე ამ ადგილას მოხვედრა, იმიტომ რომ აქ არიან ნამდვილი გლები, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში იცავენ საკუთარ ადგილს, რომ პირველობა არ დაკარგოს. და აი ის იღბლიანი ადამიანი, ვინც ამ შენობაში ცხოვრობს, ზუსტად წითელი ხალიჩის პირდაპირ, ძალიან დიდი შემოსავლის პატრონია, იმიტომ რომ არათუ ოთახს, აივანსაც კი აქირავებს მედიაზე თუ თაყვანისმცემლებზე, რომ ამ აივნიდან გადაღების საშუალება მიეცეს ხალხს. აი ეს თეთრი პავილიონები უკვე არის თითოეული ქვეყნის წარმომადგენლობა, რომელიც კანის კინოფესტივალზე მუშაობს, საკუთარ პროდუქციას და კინემატოგრაფიულ პოტენციალს წარუდგენს მთელ მსოფლიოს. ეს არის უფრო მეტად ბაზრობის ნაწილი, ინდუსტრიული ნაწილი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კანში და ახლა დაინახავთ საქართველოს დროშასაც, იმიტომ რომ საქართველოს პავილიონი სწორედ აქ არის მოწყობილი. და 10 დღის განმავლობაში ფესტივალის პარალელურად აქ მიმდინარეობს შეხვედრები, გაცვლა-გამოცვლა, შეთავაზება ქვეყნის პოტენციის და ასე შემდეგ. მოკლედ აი ჩვენი დროშა ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ამაყად ფრიალებს. ეს მინდოდა მეჩვენებინა აუცილებლად, იმიტომ რომ ესეც ძალიან დამახასიათებელია ამ ქალაქისთვის. აი კადრში ვინც გვიყურებს დაინახავს რომ ამ შეფუთვის მიღმა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ნაფიქრია იმაზეც რომ აი ეს შეფუთვა და ჯებირის გაკეთება გზაზე ესეც დიზაინშია ჩასმული და არ არის დატოვებული არც ერთი ცარიელი ადგილი უშინაარსოდ. აქაც გამოყენებულია დეტალები ფესტივალის ცხოვრებიდან, იმ დიდი ისტორიიდან, რაც 79 წლის განმავლობაში გააჩნია კანის კინოფესტივალს, რა თქმა უნდა, წითელი ხალიჩის აქცენტი და საუკეთესო ფოტოგრაფიული ხედები. ანუ რა დონეზე არის ნაფიქრი იმაზე, რომ სარემონტო სამუშაოებიც კი ისე შეიფუთოს, რომ ქალაქმა სილამაზე და თავისი ავთენტური სახე არ დაკარგოს, სახე, რომელიც რა თქმა უნდა, კინოს უკავშირდება. აპარტამენტებისა და აივნების გაქირავებაზე ვსაუბრობდი და ეს ნათელი მაგალითი მინდა გაჩვენოთ. კრუაზეტზე, სანაპიროზე, ეს არის ერთ-ერთი თითქოს შეულებრივი კორპუსი, მაგრამ აი ხა დეტალებში დავინახავთ, რომ თითო აივანზე არის გამოფენილი თითო კომპანიის ბანერი. ეს ნიშნავს, რომ ესა თუ ის აპარტამენტი ნაქირავები აქვს სწორედ ამ კომპანიას და აი აქ შემდეგ იმართება შეხვედრები, წვეულებები, აი მაგალითად პატი, ეს არის ცნობილი ფრანგული კინოკომპანია. აი აქეთ აწერია New Zealand Film, ანუ ახალი ზელანდიის კინოწარმოება და სხვადასხვა კომპანიები და შემდეგ აქ არის დახურული წვეულებები, შეხვედრები და ძალიან საინტერესო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა მიმდინარეობს. მოკლედ თითო კვადრატული მეტრიც კი ძალიან შინაარსიანად არის ათვისებული კანში, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ზოგადად ფესტივალი მიმდინარეობს და აქ ახალ-ახალ ფილმებს აჩვენებენ, ამ ყველაფრის გარდა პროდიუსერებს და აგენტებს აქვთ საოცარი საშუალება იმის, რომ მთელი სამყაროს კინო წარმოებლები, რადგან ერთად იყრიან თავს, სწორედ აქ მოხდეს საუკეთესო შეხვედრების წარმოება, გაცვლა-გამოცვლა, იდეების და კარგი პროექტების დაგეგმვა. აი მაგალითად ეს ბატონი ვიდეო ჩართვით ჩემი არ იყოს მუშაობს და აკეთებს ვიდეო ჩართვას. კადრში ალბათ საერთოდ არ ჩანს რომ ის პირდაპირ მწვანე მოლზე ზის, მაგრამ ფაქტია საქმეს აკეთებს ადამიანი. და აი ისევ აივნები, თითო აივანი, როგორც თითო კინოკომპანიის წარმომადგენლობა.
მე მახსოვს ახალი ჩამოსული რომ ვიყავი კანში პირველი ან მეორე წელი იქნებოდა სამუშაო, აი გამოვიარე და ვხედავ რომ რომელიღაც სასტუმროს წინ ძალიან ბევრი ხალხი არის თავმოყრილი. ვერაფრს ვერ მივხვდი რას აკეთებდა ეს ხალხი აქ. მე გაირკვა რომ მათ წინასწარ აქვს მონიშნული ის მისამართები და ის სასტუმროები, სადაც დაბინავებული არიან ვარსკვლავები და აი აქ დგანან საათობით არიან ჩასაფრებული იმისთვის რომ იქნებ კადრი გადაუღონ ცნობილ ვარსკვლავს ან ფოტო, სელფი გადაიღონ მასთან ერთად ან ავტოგრაფი მაინც გამოითხოვონ და ამაზე ცალკე კონკურსია გამართული. მაგრამ აქ საინტერესო არის ის რომ არა მხოლოდ უბრალოდ ფანები და თაყვანისმცემლები, არამედ დიდი სამაუწყებლო კომპანიებიც მუშაობენ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აი მაგალითად როიტერი ავიღოთ. როიტერი, როდესაც კანის კინოფესტივალზე ჩამოდის სამუშაოდ, მას აქვს მონიშნული უამრავი წერტილი, რომელიც ექსკლუზიურად მათია და თვითონ წერტილზე დაყენებული აქვს ექსკლუზიურად საკუთარი კამერა და ოპერატორი და მათ შორის მათი ინტერესის სფეროც არის, რა თქმა უნდა, აი დიდი სასტუმროების შესასვლელები და აი ყველა ის ადგილი, სადაც სპოტს რომ ეძახიან, ყველა ის სპოტი, სადაც ცნობილი ადამიანი გაივლის. აი ხა ჩვენ მოვედით სასტუმრო კარლტონთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და როგორ თქვა, ავთენტურია კანის ცხოვრებისთვის, ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე საპატიო სტუმრებისთვის. კარლტონიც მათ შორის არის ერთ-ერთი, სადაც დაბინავებული ყავთ ვარსკვლავები და იქაც დიდი კონკურენცია მიმდინარეობს მათი გადაღების თითოეულ წამზე და კადრზე. კარლტონის შემდეგ იქნება მაჟესტიკი და აი ასე მთელი კრუაზეტის გაყოლებაზე ხდება ასეთი რამ. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა ჩვენს გადაცემაში, რომ ეს ფესტივალი მხოლოდ ფესტივალის დარბაზში შექმნილი გარემო არ არის. ეს ფესტივალი არის მართლა მთელი ქალაქის ცხოვრება. პატარა ქალაქია კანი და ხელს უწყობს ალბათ ისიც, რომ მთლიანად მოცულია საფესტივალო ცხოვრებით და აი ყველა კუთხე კუნჭული, რასაც ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვათვალიერებთ, არის ზუსტად სავსე დატენილი და შექმნილი იმისთვის, რომ ფესტივალის ცხოვრების ტემპი და მაჯისცემა იგრძნობოდეს. ესეც ჟან-პოლ ბელმონდო და კედელზე გაკეთებული გიგანტური მხატვრობა. ცნობილი ფრანგი მსახიობი 1 თუ მაქსიმუმ 2 წლის გარდაცვლილი იყო, როდესაც აი ამ კედელზე კანის ცენტრალურ ნაწილში გამოჩნდა ეს დიდი მურალი. ვისაც დააინტერესებს სხვათა შორის ამ კედლის ნახვა თუ კანში ჩამოვა, შეგიძლიათ იცოდეთ, რომ რკინიგზის სადგურთან ძალიან ახლოს მარჯვენა მხარეზე არის აი ეს შენობა და მის კედელს ამშვენებს ბელმონდოს სახე. სხვათა შორის მე ველოდებოდი, რომ მალე გამოჩნდებოდა ალენ დელონიც აუცილებლად კანში ამ ფორმით, პოსტერით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით მის გარდაცვალებას სხვა შინაარსითა და სიღრმით შეეხმიანებოდა კანი, ასე მეგონა. თუმცა ჯერჯერობით აი გადის დრო და ჯერჯერობით არაფერი გამოჩენილა, მაგრამ ბელმონდომ თავისი სახელი როგორც კინოში რა თქმა უნდა წლების განმავლობაში ხომ დაიმკვიდრა და აი აქაც მონიშნულია ამ გიგანტურ კედელზე და ვფიქრობ, რომ შემოაქვს ის ხიბლი და ის საოცარი შარმი, რომელიც ამსახიობს ყოველთვის ქონდა და რითაც დაიპყრო ჩვენი, ანუ მაყურებლის გულები. აი ასეთია ბელმონდო კანში. და გარემოგზაურობის შემდეგ უკვე შიდა სივრცეშიც მინდა რომ შემოგიძღვეთ, ასე ვთქვათ, და დაგანახოთ ის ტერიტორია, სადაც მთელი მსოფლიოს მედია ერთობლივად მუშაობს. ეს არის სამუშაო სივრცე, აქ ცოტა ჩუმად ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ყველა სამუშაობაში არის ჩაფლული და ყოველთვის თითო ხმამაღალი სიტყვა შენიშვნას იმსახურებს ხოლმე. აი ამ ფონზე არის კედელზე გამოკრული ყველა ის პოსტერი და ბანერი, რომელიც სხვადასხვა წელს იყო კინოფესტივალის სახე. აი ეგ სადღაც არის მარჩელო მასტროიანი, რომელიც მინდა გაჩვენოთ. აი 2014 წელს მარჩელო მასტროიანის სახე იყო ბანერზე გამოყენებული და ეს არის მორთული ეს სივრცე, როგორც გითხარით, აღჭურვილი უფასო ყავით, ინტერნეტით, გარე ტერასით და აი ასე გადანაწილებული სავარძლებით.
აი ახლა გამოჩნდება კადრში მინი წითელი ხალიჩა, რომელიც შეგვიძღვება პირდაპირ საკონფერენციო დარბაზში. აი ეს ადგილი არის მთავარი ეპიცენტრი, ამ წუთას დარბაზი დაკეტილია, მაგრამ არა, ღია შეგვიძლია დავათვალიეროთ. აი ეს არის მთავარი ეპიცენტრი, სადაც მოდიან მედიასთან შესახვედრად ვარსკვლავები, ფილმის შემქმნელები, რეჟისორები, პროდიუსერები და ასე შემდეგ და აი ამ დარბაზში ამ სკამების ირგვლივ ვიკრიბებით ყველა და აი ეს არის მთავარი საკონფერენციო სივრცე, ამ წუთას შესვენება. და ძალიან მინდა რომ მოვასწოროთ და ჩვენი გადაცემის საფინალო ნაწილში გაჩვენოთ კიდევ ერთი ოთახი. პროფესიულად სხვათა შორის ჩემთვის ცოტა იყოს კულტურული შოკი იყო. პირველად რომ ჩამოვედი განის კინოფესტივალზე 11 წლის წინ ამ ოთახის ნახვა. მედია ოთახი ქვია ამ ყველაფერს, რომელიც არის აი ამ სივრცეში განთავსებული, მხოლოდ პრესის წარმომადგენლებს უშვებენ და აქ ნახავთ თუ რა დატვირთვით მიმდინარეობს მუშაობა. სტატიების მომზადება, მასალების გაგზავნა, ყველაფერი ეს ხო ყველა სივრცე და ადგილი და სკამი დაკავებულია, მაგრამ ეს კიდევ მინი ვერსია, იმიტომ რომ როდესაც მთავრდება წითელი ხალიჩა, ან მთავრდება ესათვის პრესკონფერენცია, აქაურობა არის მთლიანად გატენილი, ძირს ზის ხოლმე ხალხი, რომ ყველა დაეტიოს და კონდეს სამუშაო სივრცე. და მინდა გითხრათ, რომ აქ ეკრანებით არის აღჭურვილი ტერიტორია, იმიტომ რომ ეკრანზე მიმდინარეობს პირდაპირ რეპორტაჟი ან ხალიჩიდან, ან პრესკონფერენციიდან და პარალელურ რეჟიმში, რომ ყველამ შეძლოს თვალი მიადევნოს მიმდინარე ფესტივალს ყოველწამიერად. აი, ესეთი ტერიტორია, რომელიც გადახურებს ძალიან ლამაზი ხედით კიდევ ერთ კინოდარბაზს. ამ კინოდარბაზს ანიეს ვარდას სახელი ქვია. და ასევე აქედან ჩანს ის წერტილი, სადაც ფოტოსესიები მართება ხოლმე და შემდეგ ეს ფოტოსესიები მოეფინება ხოლმე მთელ სოციალურ მედიას ამა თუ იმ ვარსკვლავის ახალი ფოტოთი.